საკრებულოს წევრი თინა ხიდაშელი კი ბაგაბაღების დაფინანსების 15 მილიონი ლარით შესაძლო შემცირებას აპროტესტებს და საკრებულოში დაფინანსების ზრდის ინიციატივით შედის. ხიდაშელი აცხადებს, რომ დაფინანსების შემცირების შემთხვევაში ბაგაბაღებში გადასახადი მოიმატებს. ხიდაშელის ცნობით მას უკვე გამოეხმაურა მერიის წარმომადგენელი მამუკა ქაცარავას თქმით, ბაღების გადასახადი არ მოიმატებს. დაგეგმილია თბილისის საბავშვო ბაღებში გადასახადის შემოღება. 15 მილიონით არის შემცირებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ბიუჯეტი. 15 მილიონი დედაქალაქის ბიუჯეტისთვის სასაცილო თანხაა. აბსოლუტურად არაფერი არ არის ნების და სურვილის არსებობის შემთხვევაში. ჩემი ინიციატივა მდგომარეობს იმაში, რომ შეიკვეცოს თანხები სხვადასხვა მუხლებიდან, რომელსაც ქვია სხვადასხვა, უბრალოდ და რომელიც გაუგებარია რაში იხარჯება თბილისის მერიის და პირადად და კონკრეტულად თბილისის მერის ინდივიდუალური გადაწყვეტილებებით, შეიკვეცოს თანხები ქალად გაფორმებითი ღონისძიებებისთვის, რომელიც ასევე ჩემის აზრით, მაშინ როდესაც ასეთი მძიმე სოციალური ყოფა სრულიად უაზროდ და არაფრისთვის იხარჯება და ამის სანაცვლოდ დაუბრუნდეს საბიუჯეტო დაფინანსება თბილისის საბავშვო ბაღებს. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში საგანმანათლებლო ბიუჯეტი არ შემცირებულა, უბრალოდ ეს ახალი კლასიფიკატორით არის გაყოფილი. რაც შეეხება ბაღების ფასიან სექტორზე გადაყვანაზე, საუბარი მერიაში არ ყოფილა.